Ясно, ჩვენი M3-ის დროც მოვიდა რომ დაიშალოს ბოლომდე, სანამ ამაზე რაღაცებს გეტყვით და დაშლას განახეთ. მოდი ახლა ისევ ცოტა ხნით ფურგონს დაუბრუნდეთ. ბესო დამეხმარე, იმიტომ რომ რაღაც კომენტარები დაიწერა. ჯერ შევხედოთ როგორ არის ბოლომდე დაშლა და მე კომენტარებს უნდა გავცეთ პასუხი. მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ. როგორც თქვით, მარტო ჩონჩხი დარჩა და დარჩა ის ნაწილები, რომელიც გვჭირდება რომ გადავიტანოთ. M3 ელექტროობაზე, ძირითადად საბარგულის ნაწილებია და ელექტროობა. აქ კიდე ამოვიღეთ ამის ელექტროობიდან ის ნაწილები, რომლებიც უნდა დაემატოს. აქ არის ზედა ჭერის განათებები, კამერის ბლოკი, უკანა პარკინგები, წინა პარკინგები, საბარგულის მართვა და ასე შემდეგ. აი მოდი აქეთაც შემოვიხედეთ. ჰამანის პედლები დარჩა. ჰეკი დროებით იყოს რო არ გაიქცეს დავატორნოს. სადა დიზელის, მაგრამ რაკრაკებს. არა და რას რაკრაკებს და. მოგეთ კომენტარზე ვღადაობთ ახლა. კლას გარეშე იყო, გათიშული რო იყო, კამერა ვღადაობთ. ანუ ერთი ორი კომენტარი რო დაიწერა, რომ აი მოგეჭრათო ტრაკი და გადაგეკერებინა თუ რაღაც იუმორით შევხედეთ, იუმორის თვალით აჰა გავიციეთ ალბათ. რომ მოიყარა ეგ კომენტარები რომ რასაკეთებთ ორ მანქანაში თუ გადაგეჭრათ პირდაპირ ტრაკი მიგედუღებინათ რას სწავლობთ მაგდენსო მაგაზე უკვე მოგვიწია პასუხის გაცემა და დავიწყოთ ახლა და გავცეთ პასუხი რატო არ გამოვა ეგრე. ნუ პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ ფორმა საერთოდ სხვა აქვს, ჭერის დახრა სხვა აქვს. ჭერის სხვა აქვს. მარტო უკანა მხარე რომ მიაკერო, საიდან აკერებ? მოდი მაგენ დავიწყოთ. აქ ვერ მიაკერებ შუა კართან. ვერანაირად. ვერც აქედან ვერ მიაკერებ, ვერც აქედან ვერ მიაკერებ. ერთ-ერთი გამოდის რომ უნდა მიაკერო აქედან. წინა სტოიკიდან. და წინა სტოიკიდან ეს მოაკერე, აქეთ მოჭერი, მერე იმის კრილო მოჭერი და ამას მიაკერე. ნუ რა ვიჭრაკერვა თუ და ჭერი კარბონის ჭერზე უნდა მერე პანორამა მივადუმოთ. ო, წებოთი უნდა გადავავოთ ჩუაზე ეს გადავჭრათ. ერთი სიტყვით მაგას სერიოზულად მართლა არ აღვიქოვდეთ, მაგრამ საკმაოდ ისეთ რამოდენიმე კომენტარი დაიწერა. რავი, 5-6 კომენტარი წერია, ტრაკი მოგეჭა და მიგეკერებინათო და ვინმეს თუ მართლა გონია რომ ეგ შესაძლებელია ამ ორი მანქანიდან, ეგ არის შეუძლებელი და თან აზრს კარგავს მართლა ხუმრობის გარეშე, იმიტომ რომ ეს ახლა მთლიანად თუ მოუჭერით, მთლიანად იმაზე მთლიანად თუ გადავაკერეთ, რაც არ მგონია რომ უსაფრთხო იყოს ეგ და მე კიდე ამ მოჭრილზეც თუ კიდე მოუჭერით ეს ადგილი და კრილოს მივაკერეთ, ნუ რაღა გამბოდის, ანუ სისულელე გამოდის პირველ რიგში უსაფრთხოებაა გიო, რაც წეგან ახსენე რომ ანუ წარმოიდგინე მთელი ნახევარი მანქანა უნდა გადაჭრა და აკერო ფენა და აქ ერთ კრილოზე ეგ უსაფრთხოება არაფერი არ არის, იმიტომ რომ მარტო ეს კრილო იცვლება აქ, რაც რეალურად უნდა მოიჭრას და მიკერდეს. ანუ ისიც გარე კრილო არის, აქ სტოიკები არ იჭრება, ჭერი არ იჭრება და ბაკავინები შუაზე არ უნდა გადაიჭრას. ბესოს გუნდს ჯერ ხელი არ დაუდია ამ M3-ზე, ეს ისევ ისეთია როგორც შევიძინეთ, აი ესე იყურება დაბღვერილი აგრესიული თვალებით, მაგრამ ცოტა ხანში ამასაც მიხედავენ ისე როგორც საჭიროა. გული არ წყდება, იქ ბევრმა დაწერა რაღაცა გული ცოტათი დაწყდა, მაგრამ ყველა ხას უსვამდა იმას, რომ საინტერესო, კარგი პროექტი გამოვა და ჩვენც, რა ვიცი, მაგას ველოდებით, რომ კარგი გამოვიყვანოთ ბიჭების დახმარებით. დროში მივდივართ ისე როგორც დაგეგმილია, ხო ეგრე? დროში კი, ვეტევით, რავი, ხა ნუ ისიც სწრაფად დავშალეთ ამას დაშლა იწოცხლე. დაშლა კი, ხო, აი, დაშლა ნუ ამას უფრო ნელად დავშლით. მაინც უფრო მეც სიამოვნებას მივიღებთ ემის დაშლაში რა და მოკლედ გეგმის მიხედვით მივდივართ, როგორც ქონდა დაგეგმილი, ზუსტად ისე მივდივართ და ეხლა ვიწყებთ უკვე M3-ის დაშლას.
როგორც ხედავთ, M3 ბოლომდე დაიშალა. 2 ბოლტია დარჩენილი და მაგასაც გადავიტანთ უკვე ჩვენ კუზაოზე, ჩვენ ფურგონზე. ეს კუზაო ჩამოწერილია, ჯერ კრილოებს ხედავთ რომ აყენია, მაგრამ ეგენიც მოიჭრება. უნდა ჩამოიწეროს რომ მანქანა დაშალო, ეგრე არის წესი, მაგაზე დიდი მსჯელობა მიდიოდა, მეც მაინტერესებდა რომ ცოდნოდა და ანუ რეალურად მანქანას რო შლი, უნდა ჩამოიწეროს და ჩვენი მანქანა ჩამოწერილია და ორად ორი კრილო დაგვჭა, რომელიც უნდა მოვაჭრათ და გადმოვიტანოთ აქეთ. სუვენირად ვინკოსაც მოვაჭრით და ჩვენ შევინახავთ რომ გვახსოვდეს თუ რა პროექტია და როგორ დავიწყეთ ეგ ყველაფერი. ნუ ბევრი შეგვეხმიან რომ ნაწილებით დაგეხმარებით რომ მოგცემთ რომ რაღაც ნაწილები გვაქვსო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეგ ნაწილები არ ვიჩუქოთ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ შევიზნოთ ეგ ნაწილები და რავი, საქართველოში ბევრი ადამიანი არსებობს ესეთი, ვისაც თუნდაც საშუალება არ აქვს რაღაც ნაწილების ყიდვის და შეგიძლიათ ჩვენი სახელით იმათ აჩუქოთ. ყველა შემოთავაზება მიღებულია, უგმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, მაგრამ ჯობია სხვებს დავეხმაროთ, ვისაც საშუალება არ აქვს მაგ ნაწილების შეძენის. ეხლა გადმოვინახოთ უკვე ჩვენ ფურგონზე, ნახოთ როგორ მიმდინარეობს ამ მანქანის კეთება და გავიაროთ დეტალურად თუ რა ეტაპზე ვართ. ამისთვის დამჭირდება ბესოს დაუძახებ, რომ აგვიხსნას რა მდგომარეობა გვაქვს და საითკენ მივიწევთ. ემის ტრავერსი ხო სხვანაირია. ხო. და აქ აქვს დამატებით სამაგრები. ერთი აქ, ერთი იქ. ესენი ამოვაჭრით გადავიტანეთ ფურგონზე, რაც ყველაზე დიდი განსხვავება არის უკანა წამყვანსა და X-Drive შორის არის კოლოფის სამაგრი გიო. ანუ აი აქ რაც დატკარახან უყენია X-Drive-ს, ეს ადგილი აქვს ცოტათი შეწეული და კოლოფის სამაგრი არის სხვა ადგილას. ანუ არ დაემთხვა. ანუ ხო, ეგ არ ემთხვევა რა არც ერთ კუზაოში და ეს ადგილი ქარხნულად ამოვიღეთ, აი ამ თავისი ქარხნული ნასვარკებიდან და გადავიტანეთ იქ. ეთქო მოჭრილია. კი, აქ ხო. ნუ აქ აღარ დავარღვიეთ ეს ადგილი რა და აქედან რეალურად ეს ადგილი გვჭირდებოდა, მაგრამ უფრო ისე რა ყოფილიყო მყარი და ქარხნულთან მიახლოებული, აქედან გადავიტანეთ. ეს კიდევ ეს დუგებიც გადასატანია, იმიტომ რომ აქეთ ხარეს არა აქვს სამაგრი და ეს სამაგრიც უნდა გაუკეთოთ, რომ ყველაფერი იყოს სრულყოფილად, როგორც ემ შეეფერება. ეხლა რა ეტაპზეა ჩვენი ფურგონი? ნუ ეხლა რა ეტაპზეა და ყველაზე რთულ საკითხს მივადექით. ნუ სავალ ნაწილების ნაწილი, მოდი წინა მხარეს ეს მიყენებულია. უკანა მხარეს აწყობილია სავალი ნაწილი, აქ დიდი არაფერი გადაკეთება არ ჭირდება და პირდაპირ დგება. უკან ბორბლები აყენი, კი, ითხოვს, აშკარად ითხოვს. ეხლა დრიფსკარივითა. და ყველა და სამიანი აკლია ჯერ. ჯერ ხო, ემამდე მივედით რა და სამიანი აკლია. და ყველაზე რთულია, აი შეიხედე რა ხდება. აი ამას რო უყურებ გონია რომ არასდროს არ გაკეთდება. რომ არასდროს არ გაკეთდება, კი, მაგრამ გაკეთდება. აი მანდა ხდება საშინელება. მოკლედ, ჯერ ეგერთი სედანის და ფურგონის იმაში ელექტროობაში, ნუ ავთულების სიგრძეში განსხვავებაა, ნუ არ ემთხვევა, იქიდან ზოგ რამეს დაგრძელება ჭირდება, ზოგს მოკლება ჭირდება, ზოგს საერთოდ გადაკეთება ჭირდება. ეს ქარხნულათაც რო გაიმართოს და ჩვენ კიდე ხო ვამატებთ ოპციებს. ნავაროტკები, აი ნავაროტკები, კი, აი ეგ არის ყველაზე მთავარი. ნუ როგორც პირო თავიდან ვისაუბრეთ, კამერა და პარკინგები არა აქვს ემს და აქედან უნდა გადავიტანოთ, მაგრამ ეს გადატანა პირდაპირ არ ხდება. აქედან გაყვანილია ბოლომდე. კიდე ვამატებთ უკანა კარის კომფორტ აქსესებს, F30-ებს არა აქვს ზოგადად, მაგრამ კომფორტულია და ბარემ იყო ჩვენ პროექტს მოუხდება. კი, და ბარემ დავხუნძლოთ ესე ოპციებით. უკანა კარის კომფორტ აქსესებს ვამატებთ, head-ups ვამატებთ, head-up display ექნება და კიდე ერთი ყველაზე კომფორტული რაც არის პრისოსკები, ეგრეთ წოდებული პრისოსკები, კი, ეგრეთ წოდებული პრისოსკები და ამ ყველაფრისთვის ნუ გჭირდება ცოტა ისეთი სამუშაოების ჩატარება რა, რთული. ხო, არ არის ახლა თლათ ესე 1-2 საათში გასაკეთებელი რა და აგერ სამუშაოსაც ეტყობა. და თან როგორც მაშინაც ვისაუბრეთ, ეხაც ეს საბარგულის მხარი არის ყველაზე დატვირთული, თავისი ამ იმის შუშის გახსნა, საბარგულის გახსნა, ფეხით გახსნა, ელექტროამორტიზატორები, რომ ხო და ჩაემატოს და აი ეგ მაგ ეტაპზე ვართ ეხლა. მაგრამ ყველაფერი კი, გეგმის მიხედვით მივდივართ, ყველაფერი ისია როგორც ვფიქრობდით, არაფერი შეფერხება არ აქვს, ჯერჯერობით არც ნაწილი დახველები, არც არაფერი. აქედან კადრია ის საშინელი. ხო, კაი კადრია. რო ანუ რეალურად რო აღიქვან რა სირთულესთან არის დაკავშირებული რა, ესე არ არის, პროსტა კნოპკას დააჭირე, ნავთული გადააბი და იმუშავებს. სტანდარტული კი, თან მანდ ჭერის განათებები ამ ფურგონს სხვანაირად აქვს.
აქეთ ცალკე, იქით ცალკე, იმას ვაფშე არა აქვს და ასე შემდეგ. პანორამა ხო საერთოდ ერთადერთი იქნება საქართველოს. კი და ყველაფერი უნდა ავამუშავოთ, თუ რამე აქვს ამ მანქანას და იმას არ ქონდა, უნდა იყოს ყველაფერი მუშაობდეს ქარხნულად. უკანა დორნიკები თავისი იმითი რა ქვია მისასხმელით და ყველაფრით. ანუ ყველაფერმა უნდა იმუშაოს რა. ძალიან კაი, ძალიან კაი. და luxury line როა ის განათებებიც ისენიც უნდა დაუყენოთ. luxury line. იცი ეს. სამი არ გეგონოს. ხო, ასევე გიო ბენზინის ავზიცხო რა თქმა უნდა, ნუ ის დიზელის არის ეს თავის ნახშირის ფილტრებით, ყელით, ბენზინის ჩასასხმელით, იქაც ისიც ბენზინის სჭირდება, ისიც უნდა გადმოვიტანოთ. დიზელი და ვაფშე საერთოდ ყველაფერი, ანუ ეს ბენზინის მილები, ნუ ABS-ის ტრუკები იგივეა და ეგენი შევადარეთ ყველაფერი, ეგ იგივეა, კი. და ნუ ერთ-ერთი გული აკლია. ეხლა ამას ოღონდ სანამ ელექტროობას არ გავმართავთ ბოლომდე და არ დავწუნდებით, რომ ყველაფერი ისე მუშაობს და არ გავაპრაზმონკებთ რამოდენიმეჯერ, აწყობილზე მე აღარ დავშვით. ყველაფერს წინასწარ გავაზარდა და ერთ-ერთი გული აკლია. დანარჩენი ყველაფერი მზად არის, მოდი ესე ვთქვათ, მექანიკური მხარე გამზადებულია. არაფერი აღარ არის მექანიკური მხარე დაშენებული. კი ბატონო, ეხლა უკვე ჭირდება გამართვა ელექტრონულად. მოგეთ თქვენ თვითონ ხედავთ თუ როგორ მიდის ამ მანქანის აწყობის პროცესი. ერთი სიტყვით არ გავაბუქებ, ამას გაბუქება არ ჭირდება, მაგრამ ძალიან რთული პროექტია, მეც უმკითხავ, იმიტომ რომ აი და შიშველი თვალით თუ შეხედავ, ნუ კატასტროფა ხდება, იმიტომ რომ ძალიან რთული სამუშაოა ამ მანქანაზე. ერთი სიტყვით ფესოს დაუტოვებთ ისევ ამ მანქანას და ნელ-ნელა ეტაპობრივად გავყვეთ კადრებს და ვნახოთ თუ როგორ ეწყობა ჩვენი ფურგონი. Evo quality-ში მოვედით, ეს არის მუხიანი გლდანის გადასახველთა რამას შენგელია შვიჩი. Evo quality ჩემი ვიდეოებიდან ძალიან ბევრმა იცით, კორვეტიდან იმიტომ ამოვედით, რომ კორვეტშიც ეგ ნოხები გვაქვს ჩაფენილი, მაგრამ აქ ნოხებზე არ მთავრდება ყველაფერი. ჩვენ მოვედით, რომ ჩვენი ფურგონი გავაკეთოთ, იმის ინტერიერი. დაემატა Evo quality-ში ბევრი რაღაც. ერთ-ერთი არის სალონების შეკერვა, გადაკერვა და გაუმჯობესება. ჩვენ ზუსტად მაგიტომ მოვედით, რომ ჩვენი ფურგონი გავაემოთ, უკანა მხარე უნდა შეიცვალოს მთლიანად. ახლა შინ დეტალურად განახებთ, თუ რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ და ასევე ჭერიც აქ არის მოტანილი. ეხლა შევიდეთ და ვნახოთ რა პროცესებს გადის ეს ყველაფერი. აქ ნიმუშებია ჩამოკიდებული ეს კოვრიკები, რომ რითიც დაიწყო ეს ყველაფერი და ჩვენი მეგობრობა რითიც დაიწყო. ნუ თავისი მასალებით და ყველაფრით, რა როგორ ფერი გინდა და რა ფორმაც გინდა ყველაფერს აკეთებენ. მაგრამ აქ კოვრიკებისთვის დღეს არ ვართ მოსულები, დღეს ვართ მოსულები, რომ გავაუბიცოთ, გავაემოთ ჩვენი ფურგონი. აქ ხედავთ შიგნეულობას ჩვენი ფურგონის. აქ არის მოტანილი M-ის, ანუ M3-ის უკანა სავარძელის მისაყუდებელი, ეს არის უკვე ფურგონის მისაყუდებელი, ეს არის უკვე ფურგონი გაემებული, ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ რო ნახოთ, ეს უკვე გადაკრულია და აწყობილია. ეს მოიჭიმება კიდე უფრო იდეალურად რო იყოს და ეხლა ანუ გადაკრულიაში რა იგულისხმება. ანუ M-ის მისაყუდებელი არის გადყავებული, მერე გადმოტანილია ამ რკინაზე, აქ ხედავთ მეორე ნიმუშს, მაგრამ ამაზე საუბრობ, ეხა უკვე რო გადაკრულია, აი ნიმუშისთვის კიდე ესეც გვიდევს, ეს უკვე მოხსნილი არის, ეს არის M-ის, ხედავთ. აი ესე უნდა იყოს მთლიანობაში. ეს უნდა გადაეკრას ეხა უკვე აი ამ ჩონჩხზე, ამ ჩონჩხს ჭირდება რაღაცების გადმოტანა, რომ იდეალურად იყოს, ნუ იქიდან კიდე ჩვენი M-ის საზურგედან უნდა გადმოვიდეს ბევრი ნაწილი, რომ ეს მოერგოს კარგად და მთლიანობაში გამოვა, რომ ჩვენი ფურგონი იქნება შიგნიდანაც M-ი. ყველაფერი პატარა დეტალები, ის ნაწილები, რომელიც ჭირდება ინტერიერს, ყველაფერი ნაყიდი გვაქვს, ჭერის გარდა და გეტყვით რატომ. ეს ჭერი რო გვეყიდა შავი, უნდა ტრანსპორტირებაში დაეზიანებინათ, იმიტომ ძალიან ფაქიზი არის, ხა იმ ხელა ყუჩი უნდა შეიფუთოს, შეიძლება ეგრე არ შეეფუთათ, მერე გაეფუჭებინათ და მაინც გადაკვრა დაგჭირებოდა. ამიტომ მაგდენი აღარ ვიჩაღჭეთ, არც გავრისკეთ და რატო უნდა გვექნა ეგ ყველაფერი, როცა შეგვიძლია აქ მოვიდეთ Evo quality-ში და იდეალურად გადაგვიკრან შავი მასალა და ნუ იქნება M-ი. ასევე ფურგონს არა აქვს იქ ჭრილები, ესე ის გაკეთებულია, მორგებულია, ეს დინამიკებისთვის არის, რომ აქ დინამიკები ჩავაყენოთ და
ანუ აღარ ღირდა არაფერი შეკვეთა. პირდაპირ მოვედით იდეალურად ესე შავ ჭერს წავიღებთ აკენან დასრულებულს თავისი სავარძლებით, მისაყუდებლებით და უკვე ჩავამონტაჟებთ ბესოსთან, ჩავამონტაჟებთ უკვე თვითონ მანქანაში და ერთად ვნახავთ როგორი გამოვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ Evo Quality-ში შეგიძლიათ ავტომობილებისთვის გააკეთოთ ნოხები, რა ფორმის გინდათ, როგორი დიზაინითაც გინდათ, აქვე აარჩევთ. ასევე დაემატა ჭერის გადაკვრა, შეგიძლიათ ინტერიერი გადაკეროთ და რა თქმა უნდა, ქიმწმენდაც დაემატა. ლინკს აქ წერაში დავტოვებ, აი ამ კორვებს უკვე 6 წელი უძლებს ეს ნოხები. მით უმეტეს ესეთ თოვლ ჭყავში. წავედით. არა უკირავდე. ეს ის M3 აღარ არის, ეს უკვე ფურგონია აწყობილი, ტექნიკურად უკვე გამართულია. შლანგები შეერთებულია, ელექტროობის შნურები შეერთებულია, ძრავი ძევ. საოპერაციო მაგიდაზე რომ შემოვასწროთ ორი პაციენტი ერთმანეთზე გადავაწყეთ. ერთმანეთზე რა ერთიდან მეორეზე გადავაწყეთ და ერთი გადარჩა, მეორე სამწუხაროდ ვერ გადავარჩიეთ, იქით არის. ის დონორად არის დარჩენილი. მოკლედ, ეხა უკვე დროა სითხეები ჩავასხათ, ზეთი ჩავასხათ ამ ავტომობილში, არა მხოლოდ ზეთი, ჩვენ უნდა ჩავასხათ ანტიფრიზი, რა თქმა უნდა, ასევე საქარემინის სითხეც უნდა ჩავასხათ, იმიტომ მაინც ზამთარია და შეიძლება სადმე კლიმამ დაარტყას და ჩვენ არ გვინდა რომ ეგეთი რაღაც დაგვემართოს და რამე სითხე გაგვეყინოს ამ მანქანაში და რა თქმა უნდა სამუხრუჭე სისტემასაც ჭირდება შეცვლა. საქართველოში რატომღაც ყველას ფეხებზე კიდია ხოლმე ტორმუზის სისტემის სიტკოსის, ანუ იმ სითხის გამოსვლა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახი, რომ მაგასაც ჭირდება შეცვლა. ანუ ზეთი, სადაც ასხია, თამით უმეტეს უსაფრთხოება, რასაც ეხება, პირველ რიგში არის მუხრუჭები და მან დაუცილებლად უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სითხეც. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ყოველთვის ვალონის მიმართავთ ხოლმე და ყველა ჩვენ ავტომობილში გვისხია ნებისმიერი სითხე და ზეთი ვალონის. ეხლა შევცვალოთ და მე ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ ფურგონს. სითხე მეც მჭირდება, ენერგია მეც მჭირდება, შენახვა მეც მჭირდება, ამიტომ ცოტა ჰელს მოწყვა. 2 წუთი მინდა ისე ვალონის დაუთმო, იმიტომ რომ მინდა კარგად ავხსნა, რომ ეს მარტო იმაზე არის დამოკიდებული, რომ კარგი ზეთია იმის გამო, რომ ჩვენ ვასხათ. არამედ კომპანიები, ავტოწარმოებლები იყენებენ ამ ზეთს. ცენტრები იყენებენ ამ ზეთს, ანუ ახალ მანქანას რო ყიდულთ ანტიფრიზი და ზეთი ვალონის ასხია ხოლმე, რომ მიდიხართ სერვისემერი ამ ზეთის შეცვლაზე, ანუ გამოსვლაზე, გისხავენ ისე ვალონის ზეთს. კი, ცენტრებში შეიძლება შეხვედრიათ, რომ ზევიდან აწერია სხვადასხვა ბრენდები, ან თავის ავტოწარმოებლის ბრენდები აწერიათ ხოლმე, როგორც არის მაგალითად Mercedes შეიძლება ეწეროს, შეიძლება Volkswagen ეწეროს იმ ზეთის ხუბს, მაგრამ რეალურად შიგნით ასხია ვალონი. ეს მარკები არის BMW, Mercedes 2.0-მდე, Aston Martin, Volkswagen-ის სამხელო კომპანია, Geely, Volvo და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა იმას გაუსვა, ჩვენ თუ რაღაცას ვიყენებთ ხომ და ვტესტავთ, თან ვიყენებთ ამ ისტორიას, წარსულზე ვლაპარაკობთ, საიდან მოდის, რა დამსახურება აქვს ამ ზეთს, ჩვენ როგორ გავტესტეთ ეგ და პლუს მაგას რა თქმა უნდა ბექგრაუნდად უკვე ის გვაქვს, რომ ამხელა უზარმაზარი გიგანტი ავტოწარმოებლები იყენებენ ვალონის სითხეებს და ზეთს. ამიტომ მე ვიღავარ რომ რაღაცა შევაქო ეზეთ თქვენთვითან გამოიტანეთ დასმა კარგია თუ ცუდი ზეთი. ერთი სიტყვით ისევ ჩვენ მანქანას რომ დაუბრუნდეთ, მე მინდა ბესოს დაუძახო, იმიტომ ბევრი რაღაც გაკეთა, თქვენ კადრები ნახეთ, მაგრამ ერთად მინდა გავიაროთ ეგ ყველაფერი. გადავქოქოთ, დავათვალიეროთ და ვისიამოვნოთ ამ ჩვენი უხეში პროექტით. კეთილი იყოს ჩემი ტრაკი. ბესო დაიფოქება? რა ვიცი, მო გასახეს მოხდა და მე წავალ აქედან. Sat. Opa. Run and drive არის. მათ ჩვენი ეღიავს.
მოგეთ ეხა გვჭირდება ბესო, არა, განა რამე, მაგრამ იც პროსტა რა, პროსტა. ეს სინამხარე აწყობნია ყველაფერი, მინდა თქვენც რო ნახოთ როგორ არის, აი იდეალურად როგორც უნდა იყოს ქარხნულად. ეს ტორპედო ჩვენმა მეგობარმა ლაშამ გაჩუქა, ნახე, ცოტა სხვანაირია რო იცოდეთ ისე, ბევრმა არ იცის. და მაგ ტორპედოზე კიდე ჰედაპი ხო არ ქონდა იმ დროს? ხო, ჰედაპი არის. ჰედაპი დავაყენეთ და რესტის ტორპედოც. რესტის ტორპედოს ვარ. ესე ხელის ბერკეტები გასაღები, რუჩკებს რასაც ვეძახით ხოლმე, აქაც უკანას და წინაც, აქედან კეტავს და აღებს. უკანა სახელურზე კომფორტ აქსესი F30-ებს არ აქვს, მაგრამ დავამატეთ, აქედანაც ჩვეულებრივად იღება. ბოდიში ვერ მივეჩვიე. უკანი წება. F30-ზე პრისოსკეს ვერ მივეჩვიე. უკან, ხო, ნუ ეს არ შემიჩნიო ცოტა ხანი, გასატესტად ეყენა რომ ყველაფერს ემუშავა. მიდიხარ ნუ ეს რო თავისით იღება და იკეტება, ნუ ეხა თუ აწყობა, ბოლომდე ავაწყობ, ხო? აჰა. ოღონდ ჩემფეხზეა მარტო. ეს ფეხი უნდა გაგატანო. ორგონზე ტრუპს თუ მიათრევ და რაღაც არ გაქვს საშუალება იჩავჭი, აგენა შეყობს და აიღება და შეარდებ. ნუ კაი ფუნქცია დაგემატებია. დავამატეთ ეს ფუნქცია? რა ვიცი. კონდა? მეგონი კონდა. მაგრამ მუშაობს. მაგრამ მუშაობს. ხო, რა ფუნქციებიც ქონდა F31-ს და M3-ს არ ქონდა, ისინი ხონდა გადმოგვეტანა ყველაფერი რა და უკანა შუშა ხო ამას არ იღება საერთოდ სადა აქვს ეგეთი გასახსნელი კი ბატონო, ესეც მუშაობს. ანუ კომპიუტერში დავაძალეთ და დააძალ ჩაწერა. კი, დავაძალეთ, ნუ კაბელებიც გავიყვანეთ ყველაფერი, მე ხონდა აღექვა იმ კომპიუტერს. ხო, მაგითო ვიცახი ხა ეს M3-ს იმას ვას კამერაც არ ქონდა. არა, ხო, კამერაც არ ქონდა. კამერაც აი? კამერაც არის, შუშაც იღება, საბარგულიც იღება. კი ბატონო, პარკინგებიც ეგრე? პარკინგებიც აგერ არის. კი. მაყუჩიც გამოყვანილია, ვინმე თუ ჯერ ვერ ხედავთ, აი აქ ჩანს. აქეთ მხარესაც არის, აქეთ ნამდვილი M-ი. ორი მხარეს არის მაყუჩები. ეს მერე დადგება M3-ის. ეხლა გასატესტად უბრალოდ აყენია იმის. უკანა დორნიკიც მუშაობს. უნდა გავტესტოთ ამჯერ. ხო, არ გჯერა და მოდი. ვანახე, ჩვენ კლაუსნიკები ვართ. კაი. ეგ არის, მუშაობს, გადაწყვეტა. რესტის სტოპების დაყენება. სტოპებიც არის. რესტის სტოპებიც კი დაყენებულია. რესტის სტოპებზე სტოპებში ცოტა გავმაზეთ, მაგრამ გამოვასწორებთ მაგას. აბა თუ მიხვდებით რა გავმაზეთ, ძალიან მარტივია. ეს არის ევროპული სტანდარტი, ეს არის ამერიკული. ჩვენ გავმაზეთ, რატომაც ყურადღება აღარ მივაქცეთ, აღარ დავფიქრდით მაგაზე, მაგრამ ესე ნაძვისხეს არ დავტოვეთ. შეიძლება ლამაზია, მაგრამ ნუ არ შეგვეფერება ჩვენ. გავა ევროპულებთ, ანუ პატარასაც დავაყენოთ ეს ყვითლად აინთოს თლიანად ეს ჩვენი ავარიული და ციმციმები და იქნება ისეთი როგორც უნდა იყოს. ეხლა ორფერში აღარ გვექნება. ჭერი დროებით არ გვიყენია, იმიტომ რომ მაინც დასაშლელია, სანამ სათონოქო სამუშაოს მორჩებიან. და გავიდა ბოლომდე. ანუ მომაც არის. ანუ პარკინგები როგორც თავიდანვე ვილაპარაკეთ, გადმოვიტანეთ წინა პარკინგები, უკანა პარკინგები. ყველაფერი მუშაობს. მოგეთ, აქაც არის რაღაცეები, რაზეც გვინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენთვის რო ძალიან საინტერესო არის და უნიკალური რაც გაკეთდა ამ მანქანაზე. აქ ყველაფერი არის შავი, გახსოვთ რა ფერის სალონი ქონდა ზოგადად ამ მანქანას და გვინდოდა რომ ყველაფერი შერწყმული ყოფილიყო და ერთნაირი და არა აჭრელებული და სხვადასხვა. ხელში რაც მოხვდება იმას რომ მიაყენებ, ეგრე არ გვინდოდა. შავ ჭერიანის საბარგული გჭირდებოდა, იმიტომ რომ ნუ ორფერში არ გვაწყობდა. ამდენი იმიტომ ჩამოთვალე რომ შავი რო ესეც შავი უნდა ყოფილიყო და არა აი ეს ფერი. აი ეს არის ჩვენი სავარძები აი ეგ. ნუ თეთრ ვეძახთ, მაგრამ კრემისფერია რეალურად, ამიტომ ეგ ორი ფერი არ გვაწყობდა, გვინდოდა შავი. ეს საბარგული აქ შემთხვევით არდებს, ეს ჩამოვიტანეთ, შევუკვეთეთ და ამას ქონდა ზედა მხარეს და ქვედა მხარეს, ამ თლიანად შავი იყო და რა თქმა უნდა, მოუხსენით და უკვე წავიდა ჩვენ მანქანაში, რასაც ხედავთ უკვე აყენია, თლიანად შავია. ეს ამორტიზატორებიც თუ გახსოვთ წესიერ არ მუშაობდა და ნუ დავაყენეთ მეორადი ახალი დავაყე ამ მანქანის ახალი, მაგრამ ჩვენც მეორადი, რომელიც მუშაობს და გამართულად იღება ისე როგორც საჭიროა. თავისა ფეხს მიადებთ ღილაკით გახსნი არ აქვს მნიშვნელობა, მუშაობს. კიდე აქ ეს ჩვენი ნაწილები აქვეებით რაც დევს შავს რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩვენია. ფარდები, აბიუკები უკანა საბარგულის, ქვედა, ზედა, ეს საბარგულის ქვედა მხარი არის, აი ამაზე რაც დგება. ამაზე ეს ლამაზად შავი, ყველაფერი შავია. ამას მინდა ყურადღება მიაქციოთ, ზევით ორი დინამიკი რო დგება, იმის ხუფები არის, ესეც შავი. ანუ ეს ყველაფერი რატო შევუკვეთეთ, იცი? სუ შავი გვინდოდა რომ ყოფილიყო და არაფერი არ შეგვიღებავს. მაგიტომაც შევუკვეთეთ, რომ ნუ შეღებვითაც ახლა იმეს თუ სიტყვაზე
არ უნდა შეკვეთა და კმაყოფილი იქნება იმით რომ უბრალოდ შეღებოს, რა თქმა უნდა ეგეც შესაძლებელია. ჩვენ გვინდოდა რომ ქარხნული დაგვეყენებინა. აი ეს ყველაფერი, აი ეს შავი, მე უკვე ჩადგებად თავის ადგილას სადაც უნდა იყოს. ეხა იმიტომ არ აყენია რომ შეიძლება ისევ დაშლა დავჭირდეს. შეიძლება კი ყველა ვარიანტი დავჭირდება დაშლა, იმიტომ რომ აქ სათუნუქე სამუშაოები რო დაიწყება, ეს უნდა მოიჭრას, იქ რაღაც მისვარგდეს, იქ რაღაც გაკეთდეს, იქ რაღაც ჩამოჯდეს, შეაგდო, აქედან მიუკაკუნო და ერთ სიტყვით ბევრი რაღაც ხელს შეგვიშლიდა. აი ეს ხუფები, ეს ორი დიდი ხუფი რო არის. ერთს ავიღებ, ჭერი რომ მიყენდება, მე ეს ხუფი ჩაჯდება აქ არის ორი დინამიკი, ერთი აქეთ არის. ერთი აქეთ და ეს ლამაზი ხუფი, ქარხუნული შავი, ესე ლამაზად დაფარავს და ესე იქნება მიყენებული. ნუ ქარხუნად რა, ანუ ქარხუნად როგორც უნდა იყოს, ზუსტად ისე იქნება თავის ადგილას. შეგახსენებთ ჰარმან კარდონი, რომელიც M-ში იყო, ნუ ამაშიც რო გადმოვიტანეთ, ჭერში მიდის ეგ ორი დინამიკი, ეს რომლებზეც ვსაუბრობდი და აქაც ჩამონტაჟდა ჰარმან კარდონის დინამიკები. ნაწილები, რასაც გაჩვენებთ ხოლმე, ყველაფერი ევროპიდან შევუკვეთეთ. ევროპარს ჯორჯია, ბევრჯერ მიხსენებია ჩვენ პროექტებში და არა მხოლოდ პროექტებში. რამე ნაწილები თუ გჭირდება, რომელსაც ევროპიდან უკვეთავთ ხოლმე, ნუ ჩვენ ძირითადად პოლონეთიდან გვიწევს ხოლმე მაგების ჩამოტანა, ევროპარს ჯორჯია გვეხმარება და აი ეს ნაწილები, რასაც ხედავთ და რასაც ვერ ხედავთ, იმიტომ რომ უკვე მანქანაზე აყენია, ყველაფერი ჩამოვიტანეთ ევროპარს ჯორჯიადან. თქვენს თუ დაგჭირდებათ პოლონეთიდან, ევროპიდან რამე ნაწილები შეძენა და ჩამოტანა თქვენი ავტომობილისთვის, შეგიძლიათ ლინკს აღწერაში დავტოვებ, შეგიძლიათ მიმართოთ და შეუკვეთოთ თქვენი ნაწილები და ჩამოგივათ საქართველოში. ჩვენ შემთხვევაში პრობლემა ის იყო, რომ ეს F-31-ები, ნუ ბევრი არ არის დაშლილი და ყველა პატარა დეტალიც კი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ყველაფერი შეკვეთა გვიწევდა. მოდი კიდე ერთი გადავქოქოთ, რაღაც საუნდებიც ნახოთ როგორი ხმა აქვს და გავტესტოთ რა, იმიტომ რომ ჩვენს როგორც თქვენ ელოდებით ხოლმე რაღაც ვიდეოს, ჩვენც ველოდებით ამ პროექტის განვითარებას და ჩვენთვისაც ახალია ეს ყველაფერი, რაც აქ დაგვხვდა. ნელ-ნელა უკვე უახლოვდებით სათუნუქე სამუშაოებს, აქვე მინდა პატარა დეტალი განახოთ. აი ეს კარნიზი, M3-ის კარნიზია გადმოტანილი და როგორ არის გამოწეული, იმიტომ რომ აქ უკვე განიერი უკანა კრილო გჭირდება. დროა წავიყვანოთ ეს მანქანა, ჩვენ ისევ დავბრუნდებით აქ რომ დავასრულოთ ბოლომდე ეს მანქანა, მაგრამ უკვე დროა წავიყვანოთ, გავრეცხოთ, სუფთა შევაგოროთ უკვე იქ, სადაც სათუნუქეზე მოგვიწევს აი ამ კრილოების შეცვლა. ამაზე უნდა მოვაჭრათ და M3-ის გადმოვიტანოთ. შეგვიძლია წავიდეთ, მოვამზადოთ ეს მანქანა და დავიწყოთ უკანა კრილოების მიკერება. წავედით. მოკლედ ჩვენი მანქანაც ირეცხება F91. ჩემი დრიფტის ვიდეოებიდან ყველა მიცით Solver-ი სახელწოდება, ეს არის მოძრავი ვულკანიზაცია და მოძრავი სამრეცხაო. დღეს გავრეცხეთ, ვულკანიზაცია სამომავლოდ დაგჭირდება, უკვე რომ დავასრულოთ და ტრეკზე დავფლითავთ ამისაბურეს, რა თქმა უნდა Solver-ის ვულკანიზაციასაც გამოვიძახებთ. ასევე ავტოტესტში დაგჭირდება მოსვლა, იმიტომ რომ M-ი ძრავი უნდა დავაკანონოთ.
პლუს მაგას მე უნდა გავატარო ეგ დათვალიერება, რომ სრულყოფილი მანქანა უხეში ფურგონი გამოვიდეს. ერთი სიტყვით კიდევ ერთხელ შეგახსენთ, ვისაც გჭირდებათ მოძრავი ვულკანიზაცია სახში გამოძახებით ან სამრეცხაო, შეგიძლიათ დაუკავშირეთ, ნომერი წერია ავტომობილზე და ხედავთ კადრებში, მაგრამ ლინკს აღწერაში მაინც დავტოვებ, შეგიძლიათ გამოიყენოთ უხეში პრომოკოდი და 20%-იანი ფასდაკლება გექნებათ რეცხვაზეც და რა თქმა უნდა საბურავებზეც. აქედან ეხა როგორც კი მორჩება ეს გავაპრიალოთ საბურავების გაშევდება და წავალთ ეგეტაში რომ სავალი შევამოწმოთ ამ მანქანაზე, რაღაცების გაკეთება გჭირდება და პირდაპირ გადავინოსოთ აქედან უკვე გარეცხილ სუფთა მანქანით ეგეტა მოტორში. როგორც გითხარით, გარეცხილი მანქანით ვაპირებთ ეგეტა მოტორში მოსვლას შეგვემოწმებინა სავალი ნაწილები და აღმოჩნდა რომ რაღაცეების შესასვლელი გვაქვს. რაღაცეებში არის ეს სწორი გიტარები, სწორ გიტარას ეძახიან ამებს. წინა მხარეს ორი სწორი გიტარაა და წინა ხუნდები უნდა შევცვალოთ. რა თქმა უნდა, AT-ს ვაყენებთ, ყოველთვის ვიძახ ხოლმე ჩემ ვიდეოებში, სადაც ხუნდას ვსრულო, AT-ს ვაყენებთ ყველა მანქანაზე, რომლითაც ქალაქში გვიწევს გადაადგილება. სამუხუჭე მანძილი არის პირდაპირ კავშირში უსაფრთხოებასთან. ამიტომ გერმანული AT-ები ჩვენთვის არის მისწრება. ამ შემთხვევაში ეხლა უკვე აღარ მოგაცდენთ, აგერ გეუბნებით რეები ქონდა გასაკეთებელი, რაც ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ეს მანქანა რომ დასრულდება, მერე კარგად უხეშად რომ გავტესტავთ, კიდე რაიმე თუ გამოიჩინა თავი, ამას სუსტი წერტილი თუ აღმოვაჩინეთ, კიდე რა თქმა უნდა შევამოწმოთ, იმიტომ რომ მე რაზვალიც დაჭირდება და სავალიც უნდა გავასწოროთ ყველაფერი. კიდე მოვალთ და კიდე შევცვლით და ახალ ნაწილებს დავაყენებთ. ჯერჯერობით სულ ეს იყო, გაგვიმართლა რომ კარგ მდგომარეობაში შეკვდა ეს ავტომობილი. წინა ორი გიტარა გვაქვს შესასვლელი, სწორი გიტარა და წინა ხუნდები. ეხლა უკვე დაველოდოთ, შეცვლიან და გავაგრძელებთ ჩვენი მანქანის კეთებას. დღევანდელი ვიდეო დასასრულს უახლოვდება, სამუშაო საათებიც უკვე დასასრულს უახლოვდება, დაგვაღამდა უკვე ეგეტა მოტორში. ყველაფერი გამართულია, ტექნიკურად ეს მანქანა არის უკვე გამართული და გადავდივართ უკვე სათუნუქე სამუშაოებზე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას, ვინც იღებს მონაწილეობას ამ ავტომობილის აწყობაში. თქვენ კიდე კომენტარებში გელოდებით, დაწერეთ, მოგწონთ, როგორ მიდის ეს ჩვენი პროცესი და პროექტი და რა თქმა უნდა, კომენტარები გვახალისებს ხოლმე. თუ ვინმე ჯერ კიდევ არხი გამოწერილი არ გაქვთ, შეგიძლიათ დააჭიროთ და subscribe-ოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით მომავალ ვიდეომდე.